განათლება მწვანე მომავლისთვის. ამ სახელწოდების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მიზნად ისახავს 2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის, მეთოდისტისა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოვლენას. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის მიზანია მასწავლებლებს საუმაღლოს გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელ მეთოდისტებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან დასაქმებულნი და სასწავლო პროცესში გარემოს დაცვით და აგრარულ თემებს ასწავლიან. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება გახლავთ გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების დანერგვა, რომელსაც ცენტრი ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. ამისათვის ცენტრში შექმნილია გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ორკომპონენტიანი პროგრამა, რომელიც ორ საფეხურს მოიცავს. პირველი გახლავთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის და მეორე გახლავთ დაწყებითი საფეხურის სკოლებისთვის. ჯერ კიდევ 2018 წელს შეიქმნა სახელმძღვანელოები, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, ასევე საშუალო დაწყებითი საფეხურისთვის. ეს არის სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლება და კლიმატის ცვლილების სახელმძღვანელო და ეს არის გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 8 სახელმძღვანელო, რომელიც უკვე დანერგილია მთელი საქართველოს მასშტაბით და გადამზადებულია 4000-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პრაქტიკოსი და 8000-მდე საშუალო სკოლის პედაგოგი. სწორედ ამ პროცესში ჩართული პედაგოგებისთვის შეიქმნა კონკურსი განათლება მწვანე მომავლისათვის და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კონკურსი არის გარემოს დაცვის სფეროში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მწვანე ჯილდოს გაგრძელება და ის პედაგოგები, რომლებიც ახორციელებენ ამ სასწავლო პროცესს და აქტიურად არიან ჩართული ამ სასწავლო თემების დანერგვაში, მათთვის არის დაწესებული ეს კონკურსი. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი გახლავთ ჩვენი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისია. ეს კომისია იხილავს შემოსულ განაცხადებს. მეორე ეტაპზე უკვე ერთვება განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიონალური განვითარების ეროვნული ცენტრი, აქ ერთვებიან თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, აუცილებლად ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, არის თბილისის ზოოლოგიური პარკის წარმომადგენელი, არის თბილისის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი და სწორედ ეს კომპეტენტური კომისია ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, იხილავს იმ განაცხადებს, რომელიც შერჩეულია პირველი კომისიის მიერ და მონაწილეები უკვე წარმოადგენენ პრეზენტაციებს თავიანთი საქმიანობის შესახებ. განაცხადები უკვე შემოსულია საკმაო რაოდენობით, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან, ასევე დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისგან და ველოდებით ყველა მონაწილეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამოვლინდებიან.